ამ ცოლ-ქმარს 7 თვის ბავშვი მოუტაცეს, მაგრამ მათი არავის არ შეერა. კალიფორნიაში დაიკარგა 7 თვის ემანუელი. დედამისი ყვება, რომ ერთ-ერთი სუპერმარკეტის პარკინგზე ბავშვს პამპერსს უცვლიდა, რა დროსაც უკნიდან ვიღაც მოუახლოვდა, დაუძახა ჰოლა, თავში რაღაც მძიმე საგანი ჩაარტყა, ეს ქალი გაითიშა და ბავშვი მას შემდეგ არ უნახავს. რა თქმა უნდა, ორივე ცოლ-ქმარი იქნა დაკითხული და აღმოჩნდა, რომ მათი ჩვენებები არც ერთმანეთს არ ემთხვევა და არც თავიანთ ჩვენებებს ემთხვევა, რომლებიც უფრო ადრე გააკეთეს. თავად მშობლებზე ეჭვი კიდევ იმიტომ მიიტანეს, რომ ბავშვის მამა ადრეც შემჩნეული იყო ძალადობაში თავის პირველ შვილთან, რომელიც ყავდა წინა ქორწინებიდან. ეს ფაქტი პოლიციისთვის ცნობილი იყო, აქედან გამომდინარე პირველი ეჭვმიტანილები სწორედ ბავშვის მშობლები იყვნენ. რა თქმა უნდა, დაიწყეს სახლის ჩხრეკა და იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ფაქტები იყო არეულ-დარეულ და ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ორივე მშობელი დააპატიმრეს. საინტერესო ის არის, რომ როდესაც მათ გაიგეს, რომ მათი ჩვენებები ეჭვს ბადებდა პოლიციისთვის, იმის მაგივრად, რომ გაეკეთებინათ კომენტარი, მათ ადვოკატი დაიქირავეს. სამწუხაროდ 7 თვის ემანუელი არც ცოცხალი უპოვიათ, არც ბავშვის საძიებო სამუშაოები გრძელდება და არ ვიცი მეგობრებო, რა ვთქვა ამ ისტორიაზე, ზოგ მშობელს მართლა არ უნდა ყავდეს შვილი, უბრალოდ გული მეწვის ამ ბავშვის გამო, წარმოდგენაც არ მაქვს, რისი გადატანა მოუწია ამ საშინელი ადამიანების გამო.